სადღაც შემხვდა, რომ ერთ დღესაც შესაძლებელი იქნება, რომ ჩემი მთელი ორგანიზმის ციფრული ტყუპისცალი მქონდეს კომპიუტერში, რომელიც ზუსტად მეწვის, სად რა მუტაცია მაქვს, რა მუტაციები არის კიდე მოსალოდნელი და პრევენციულად მივიღებ ზომებს, რომ ეს დაავადებები თავიდან ავირიდო, ან უკვე თუ მაქვს ვიმკურნალო, ან დიაგნოსტიკური ტესტი ჩავიტარო. სადა ვართ აქ? ჩვენ ვართ რაც ძალიან მრავალფეროვან მსოფლიოში, ძალიან ბევრი შესაძლებლობით, განსაკუთრებით უკვე AI-ს როცა ჩავთავთ ხოლმე მუშაობაში, არ ვიცი, გაზრებაც კი მიჭერს ხანდახან ისეთ რაღაცების გაკეთება შეიძლება. ახლა მე და შენ ვლაპარაკობდით AlphaFold-ზე, ხო? ვახსენეთ ჩაწერის დაწყებამდეც, როგორი საინტერესო AI tool-ია, ხო? რომ ვაძლევთ ამინომჟავების თანმიმდევრობას და ის გვეუბნება, როგორი სტრუქტურა ექნება ცილას. ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი რამდენიმე წლის წინ და ძალიან დიდი შრომა ჭირდებოდა იმის პროგნოზირებას, როგორი იქნებოდა რომელიღაც ცილა, როგორ უნდა დაგვებეჭდა, როგორი სტრუქტურა უნდა მიგვეცა, რომელი ამინომჟავა, რომელიც ჩაგვენაცვლებინა და ასე შემდეგ. ეს ახლა ამას ავტომატურად აკეთებს? კი. არა მარტო ავტომატურად აკეთა, შეგიძლია უბრალოდ რენდომულად ესე უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით დაალაგო ამინომჟავები და AlphaFold-ი გეტყვის ეს ცილა რეალურად დაიხვევა თუ არა, როგორი სტრუქტურა ექნება, გლობულინი იქნება იქ თუ გრძივი ფორმა ექნება თუ როგორი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად, იმიტომ რომ სხვადასხვა მედიკამენტებია, ეს თერაპიებია თუ სხვა რამ, ხშირ შემთხვევაში ცილოვან კომპონენტებზეა დამოკიდებული და ცილოვან კომპონენტებს ვაწვდით პაციენტებს და რატომ უნდა ვწვალობდეთ რაღაცების გამოთვლაში, ხო?